მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და მოდით დღეს გავაკეთოთ გაშლა თქვენს სურვილზე, ანუ ჩვენი გაშლის თემა იქნება თქვენი სურვილი. გაშლაში გვექნება სამი ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს, შეგიძლიათ სხვადასხვა სურვილზე სხვადასხვა ვარიანტი ჩაიფიქროთ, მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ, რომ პატარა სიგნიფიკაციასავით გავაკეთებ, რომ ნახოთ თითოეული ვარიანტი როგორი ან რა სახის სურვილს უკავშირდება უფრო მეტად და უფრო მეტად რეზონირებს, რომ მივხვდეთ თქვენია თუ არა შერჩეული ვარიანტი და ხომ არ ღალატად ინტუიცია, მაგრამ პირიქით, რამდენად სწორედ ინტუიციურად აირჩიეთ თქვენი ვარიანტი. მაშინ ასე განეწყვეტ ახლა გაშლისთვის, როგორც გითხარით, გვექნება სამი ვარიანტი და მოდით ვნახოთ რას გვეტყვის ტარო თქვენ სურვილთან დაკავშირებით. აი ესე სამი ვარიანტი გვაქვს, მე მგონი რო გამოჩნდეს ჯობია უფრო ახლოს მოგიწიოთ. აი ესე სამივე კარგად ჩანს. მოდით პირველი ვარიანტი იყოს ფირუზი, მეორე ვარიანტი იყოს ესეთი პირიტის გული და მესამე ვარიანტი იყოს ვარდისფერი კვარცი. აირჩიეთ ერთ-ერთი ან სხვადასხვა სურვილზე შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტი ჩაიფიქროთ, ასევე მოусმინეთ პატარა სიგნიფიკაციას, რასაც გავაკეთებთ ჩვენ ვარიანტებისთვის, რომ სწორად მივხვდეთ, რომელი ვარიანტი დაახლოებით რა სახის სურვილს უკავშირდება და მოусმენთ. მაშინ ასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ფირუზი ვინც არჩია ფირუზის ქვა და ვნახოთ რას უკავშირდება თქვენი სურვილი. თქვენი სურვილის ასრულება გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან კარდინალურ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. აი რა არის მთავარი სიგნიფიკატორი თქვენთვის. ანუ რაღაცა ძალიან დიდი მასშტაბური სურვილი გაქვთ ჩაფიქრებული, არ არის ბანალური თემა, რომელიც ჰოპ და ჩავიფიქრეთ და თქვათ დიდად მნიშვნელოვან ცვლილებებს რო არ გამოიწვევს, ხო? არა, პირიქით ეს არის რაღაცა ცვლილებები, რომლებიც ძალიან მასშტაბურია, ძალიან მნიშვნელოვანია და რას უკავშირდება. Так, რაღაცები სააშკარაოზეც გამოდის. საინტერესოა როგორი თემა, რაღაცა სიახლეები, მოძრაობა, ახალი სიცოცხლე, ახალი ცხოვრება. მოკლედ, პირველი ვარიანტი, თქვენი სურვილი დაკავშირებული უნდა იყოს, რომ რეზონირებდეს თქვენთან, დაკავშირებული უნდა იყოს ისეთ თემასთან, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჯერ ესეთი მაღალი არკანებით გვესაუბრება ტარო და ეს ამ სურვილის ასრულება ძალიან მნიშვნელოვან კარდინალურ ცვლილებებს იწვევს თქვენ ცხოვრებაში. შემოაქვს ახალი სიცოცხლე, ახალი ენერგია, რაღაცა დაფარული თემები უფრო ნათელი მოეფინება, ხო, რაღაცა იმედი ჩდება, ნათელი მოეფინება ყველაფერს. იკარგება შიშები, რაღაცა წარსულთან დაკავშირებული შიშები და ფინანსებთან დაკავშირებული კიდევ. რამდენად სტაბილური ვიქნები, რამდენად სტაბილური იქნება ჩემი ცხოვრება, ხო, ფინანსური თვალსაზრისით. გონიათ რომ ჩაკეტილი ხართ, გონიათ რომ აი ამ მიმართულებით საერთოდ ვერ მოძრაობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა იმედს მაინც არ კარგავთ, ხო? ანუ თემა რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ხო, სურვილი რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეხლა ამ წუთას არის აბსოლუტურად გაჩერებული. არის წარსულიდან წამოღებული აი ეს რაღაცა შიშები, შფოთვები, ეჭვები, რაც ძალიან გაფერხებთ, კეტავთ ძალიან, ხო? შეიძლება ხშირ შემთხვევაში არც კი საუბრობთ აი ამ თქვენ სურვილზე, არც კი ამბობთ, ხო, უკვე ხმამაღლაც კი აღარ ახსენებთ, მაგრამ გულის სიღრმეში თქვენ მაინც ამ მიზნისკენ მიდიხართ, მაინც მოძრაობთ ამ მიზნისკენ და გჯერათ, რომ თუნდაც მცირე ნაბიჯებით თქვენ მაინც მიაღწევთ იმ დიდ გამარჯვებას და ვნახოთ იქნება თუ არა ესე. თუ თქვენ შეინარჩუნებთ აი ამ თქვენ სიმტკიცეს, ხო, და არ დაკარგავთ იმედს, ხო, უნდა იყოთ ძალიან, როგორ გითხრათ, ძალიან პრაგმატული, ძალიან ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ. არ უნდა გაჩერდეთ, შესაძლოა მოგიწიოთ ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება რიგ შემთხვევებში, ხო? ბოლოს და ბოლოს აი გადადგათ რაღაცა ნაბიჯები, სადაც ჩაჭრით იმას, რაც თქვენთვის არ არის საჭირო. სადაც მოიშორებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გვერდზე არ უნდა იყვნენ. ანუ მოქმედებაც კი იმისთვის, რომ აი ამ სურვილთან მივიდეს, უნდა იყოს კარდინალური, უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ძალიან მკვეთრი და ხანდახან ძალიან ბასრი. არ უნდა დაკარგოთ იმედი და სწორ ხაზოვნად უნდა იმოძრაოთ
უბრალოდ თქვენი სურვილისკენ, ასეთ შემთხვევაში ამ სურვილის ახდენას ნამდვილად მომავალი აქვს და ნამდვილად მზის სინათლის დანახვა უწევია. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა იმისთვის რომ ასრულდეს თქვენი სურვილი არის დამოკიდებული თქვენზე. ამ სურვილს შეუძლია რომ მართლაც შეცვალოს თქვენი ცხოვრება. შეიძლება თქვენ ფიქრობთ კიდევაც ესე ხო, რომ აი ამ სურვილის ასრულება მთელ ჩემ ცხოვრებას შეცვლისო, ხო? და ასეც არის. მთავარია თქვენ უნდა იყოთ აი როგორც ხვლების დედოფალი, ხო, მომარჯვებული ხვლით, როდესაც უკვე მოჩაგ ნაბიჯი გადავდგი, გადაწყვეტილება მივიღე და ცივი გონებით მოქმედებ ემოციების გარეშე და მივდივარ ჩემს მიზნამდე. ასეთ შემთხვევაში თქვენი მიზანი ნამდვილად, თქვენი სურვილი ნამდვილად ასრულდება და არა მხოლოდ ასრულდება, არამედ ძალიან კარგ მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. აი ასეთი არის პირველი ვარიანტი, ჩემო კარგებო, მშვენიერი, ძალიან დინამიური, ძალიან კარგი, ცოცხალი ენერგიების სურვილი არის. პირველი გადავდოთ ახლა ჩვენ ეს აქ აღარ გვჭირდება. და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი იყო ჩვენთან პირიტის გული და ვნახოთ რა ხდება აქ. მეორე ვარიანტი პირიტის გულთან და რა თქმა უნდა ემოციებთან. თქვენი სურვილები, თქვენი ემოციები ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტი უფრო ემოციური ხასიათის არის, უფრო გრძნობებთან დაკავშირებული არის. ვნახოთ ცოტა უფრო დეტალურად, რისი მოლოდინი გვაქვს. ძალიან ემოციურად ხართ განწყობილი. ძალიან აიცით როგორ ხართ, თითქოს ასე ამბობთ, ხო, ტუზი დამეცემა ესე რომ გამოვიდეს, ხო, ძალიან მაგარი იქნება, ცითბო იღვრება, ხო, თქვენს გულში და მომავლის იმედი ჩნდება, მაინც რას უკავშირდება. რაღაცა და მოდი ახლა ნახეთ. ძალიან მატერიალური თან ემოციებს გვიჩვენებს მთავარ სიგნიფიკატორად, ხო? ძალიან ემოციურად ხართ განწყობილი, თუმცა შეიძლება მატერიალური საკითხის მიმართაც, ხო, მატერიალური თემის მიმართაც დაკავშირებული იყოს ეს და ეს შეიძლება იყოს მაგალითად რაღაცა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, ან რაღაცა მსხვილ ფინანსურ თემასთან დაკავშირებული, ხო? იმიტომ რომ აქ გვიჩვენებს რას? ცოტა ესეთი შებოჭილები ვართ, შეკრულები ვართ მატერიალური თვალსაზრისით, რა შეეხება უძრავ ქონებას, შეიძლება ეს სწავლა-განათლება იყოს, კარიერულად წინსვლა, აი ამ მიმართულებითაც ცოტა ჩაკეტილები ვართ, ვერ მივდივართ წინ სტაგნაცია, ასევე შეიძლება იყოს ბინის საკითხი, საცხოვრებელი სახლის საკითხი ამასთან დაკავშირებული და რა თქმა უნდა ეს ემოციურია, თუ ცხოვრობთ გირით, თუ დიდი თქვათ რაღაცა გასაკეთებელი არის, ან ძალიან სარემონტოა სახლი და ვერ ახერხებდით. აი ეს სურვილი შეიძლება აი ამასთან იყოს, ანუ იმდენად თქვენია ეს სურვილი, აი მატერიალურმა თქვენ, ხო, აი ამ სიკეთემ, ხო, მატერიალური სურვილის ასრულებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენთან სწორედაც აი ეს ძალიან დიდი ემოციური ტალღა, ხო, აი ეს თბილი ტალღა სიამოვნების, ხო, კარგი ემოციების, ხო, მატერიალურ სურვილები თუ გაქვთ ჩაწერილი და ეს ჩაფიქრებული და ეს ესე მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, როგორც აქ გვიჩვენებს, ხო? კი ბატონო. აქ ტარო რას გვეუბნება თქვენს ემოციას მოусმენთ, როდესაც რაღაცას მოქმედებთ, როდესაც რაღაცა ნაბიჯის გადადგმას გეგმავთ, ხომ? დაუფიქრდით თქვენ ემოციას, რასთან დაკავშირებულიც არ უნდა იყოს თქვენი სურვილი. თქვენი თითოეული დაგეგმილი ნაბიჯი, ან თუნდაც უკვე გადადგმული ნაბიჯი, რა ემოციას რეალურად, არა ისე როგორც თქვათ მეგობრებთან აზიარებთ, როგორც ამბობთ, როგორც ყვებით სხვებისთვის, არამედ გულის სიღრმეში, ხო, ყველა ჩვენთაგანს გულის სიღრმეში აქვს, ხო, ეს დაფარული კუთხე, სადაც სრული სიმართლე ცხოვრობს, ხო? აი ამ სრული სიმართლით რა ემოციას ტოვებს თქვენთვის, აი თქვენს მიზნამდე, თქვენი სურვილის ასრულებამდე გადადგმული თითოეული ნაბიჯი. და ნახეთ, ხომ არ არის ეს ემოცია ტკივნეული, ხომ არა გაღიზიანებთ, გავნებთ თქვენ. ამ ემოციამ უნდა ესეთი დადებითი ემოცია უნდა წამოვიდეს თქვენთვის, ხვდებით? ძალიან ადამიანური, აი ეს სურვილი ძალიან ჰუმანურ, ძალიან ადამიანურ რაღაცასთან არის დაკავშირებული, რა საინტერესოა.
და გცვლით თქვენ, აი მთლიანად ცვლის თქვენს ცხოვრებას. თითქოს აი წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება ცხოვრობდით მდინარის ერთ ნაპირას და ეხლა გადახვალთ საცხოვრებლად მდინარის მეორე ნაპირას და თქვენი მსოფლმხედველობა, თქვენი შეხედულებები, თქვენი ხედი ფანჯრიდან საერთოდ განსხვავებული იქნება. აი ესეთი რაღაცა არის თქვენი სურვილი, რომელიც ჩაიდირეთ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს პირადსაც, ხო? ოჯახსაც, იმ საცხოვრებელ ადგილს, მაგალითად, სადაც ცხოვრობთ თქვენ ოჯახთან ერთად. არ თქვენ საყვარელ პარტნიორთან ერთად შეიძლება იყოს, რომ ცალ-ცალკე ცხოვრობთ, ხო? და ეხლა ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად, ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ და სხვა უბანში, სხვა ქვეყანაში თუნდაც გადახვიდეთ და იქიდან სხვანაირი იყოს, ხო, ცხოვრება სხვანაირად დასაჯახი იყოს. ანუ ძალიან ადამიანური მომენტებია მოდის აქ, ხო? ძალიან ემოციური ადამიანური მომენტები მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი თან ფინანსებთან არის ამავდროულად დაკავშირებული, ხო? მოაქვს სტაბილურობა თქვენთან. აი სტაბილურობა ცვლის ამ სურვილის ასრულება თქვენში გამოიწვევს რას? შიშები, ნერვიულობა იცვლება სიმშვიდით და სტაბილურობით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ აი აქ ერთდროულად, როგორც ვამბობ, პირადი და მატერიალური ერთდროულად მოდის თქვენთან. აღარ გიწევთ თავის დაცვა. აღარ გიწევთ თავის დაცვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს გვერდზე იდგეს მამაკაცი. სხვათა შორის მამაკაცი, რომელიც აი თუ ვინმეს გაქვთ ესეთი სურვილი ჩაფიქრებული, მართალია სურვილების ხვებს არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ თქვა გყავთ პარტნიორი და ქორწინებაში არ ხართ, ხო? და დიდი ხანია ხართ ურთიერთობაში და ოცნებობთ, რომ ბოლოს და ბოლოს ხელი გთხოვოთ, ხო? მე მგონი ესეც მოხდება და ასრულდება, იმიტომ რომ თქვენი პარტნიორის სტატუსი იცვლის თქვენთან მიმართებაში და თქვენი სტატუსიც იცვლება აქ. ცოტა ბრძოლაც მოგიწევთ თქვენი სურვილის ასასრულებლად, არც ეს გაგიკვირდეთ. ბრძოლა განძრევა საჭირო იქნება, მოქმედება, მოძრაობა საჭირო იქნება აუცილებლად, ისე რომ ხელფერხ შეკრული მიჯდეთ და არაფერი გააკეთოთ და მივენდობი და როგორც იქნება, ასე არ გამოვა. აქ უნდა მოქმედება არის საჭირო აი ამ თქვენი სურვილების ასრულებისთვის და აქ როგორც გითხარით ერთდროულად შემოდის მატერიალური კეთილდღეობა და პირადიც ერთდროულად მოკლე ჭრილში მაგალითისთვის ვიტყვი, ხო? მე თქვენ თავს მოარგებთ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს. მოკლე ჭრილში ეს როგორ გამოდის, ხო? როდესაც წყვილი აწყობს პირად ცხოვრებას, აიწყობს და მაგალითად ერთად იწყებს თანაცხოვრებას, ახალ ბინაში გადადის, დიდ რემონტს აკეთებს, ფართოვდება უფრო, ხო? ანუ თან ბუდეს იწყობთ და თან პირად ცხოვრებას აწყობთ. მშვენიერი პასუხი მოდის მეორე ვარიანტზე, ჩემო კარგებო. ნახოთ, აბა ველოდებით თქვენ გამოხმაურებას, როგორ რეზონირდება თქვენთან და როგორ აგისრულდებათ მერე შემდგომში შეგიძლიათ დაწეროთ კიდევაც. და ამასობაში გადავიდეთ ჩვენ მესამე ვარიანტზე, მესამე ვარიანტი ვინც აირჩიეთ. ვარდისფერი კვარცი. როგორი ქალური ენერგიები, როგორი ვნებიანი ქალური ენერგიები აქ, ესე იგი თუ მამაკაცები უყურებთ გაშლას და მესამე ვარიანტი აირჩიეთ ქალბატონზე გაქვთ ჩაფიქრებული და ქალბატონებო უმეტესობა რა თქმა უნდა თქვენ ხართ ჩემი მსმენელები და აქ რა თქმა უნდა ძალიან ქალური სურვილები არის ჩაფიქრებული. ძალიან ნებიანი ემოციური სურვილები არის ჩაფიქრებული. რაზე იბრძვით? ოჯახს იცავთ, არ ვიცი, ოჯახს იცავთ, ურთიერთობას იცავთ, ოჯახთან ურთიერთობას იცავთ, ხმალა მოღებული. მესამე ვარიანტი. ეს სურვილი პირადი ურთიერთობის უსაფრთხოების და პირადი ურთიერთობის დაცვასთან ან გაძლიერებასთან ბრძოლა პირადი ბედნიერებისთვის, აი დაახლოებით ესეა რა, იყოთ სამკუთხედში ხართ, აი ეს გაშლა ეხლა მესამე ვარიანტი უკვე ძალიან მკაფიოდ წამოვიდა თემა. აქ არის პიროვნება, რომელიც იბრძვის პირადი ბედნიერებისთვის, პირადი ცხოვრებისთვის, დალაგებული პირადი ცხოვრებისთვის, შესაძლოა აქ სამკუთხედშიც იყოთ, გინდათ რომ დასრულდეს, აი თითქოს ოცნება გაქვთ, ხო? ჩაიფიქრეთ სურვილი, რომ აი დასრულდეს ის პრობლემები ჩემს პირად ცხოვრებაში, რომელიც ახლა არის, თუ არის მესამე პირი და უმეტესობასთან აქ მესამე პირი კი აქ აუცილებლად პირადზე არის, აქ მხოლოდ თქვენს მესამე ვარიანტი ეხება მხოლოდ სურვილს, რომელიც დაკავშირებული არის პირად ცხოვრებასთან, პარტნიორთან, ხო? და თითქოს აი ჩაფიქრებული გაქვთ ეს სურვილი, რომ ეს პრობლემები, რომელიც არის, ყველაფერი კარგად დაალაგდეს, ყველაფერი მოეწყოს, მესამე პირები, რომელებიც უმეტესობასთან აქ შეიძლება იყოს, ხო, როგორი ემოციური
გაშლა არის აქ, როგორი ძალიან ემოციური გაშლა არის აქ. ხო? და იცით როგორ ხართ? აი გზაზე მიდიხართ, ხო? მიდიხართ და აი ხედავთ, თან ფინიშს ხედავთ, ხო, თქვენი გზის დასასრულის, მაგრამ აი არ ხართ ბოლომდე მისული. ამისკენ მიდიხართ, აი ამ პირადი ბედნიერებისკენ, პირადი სითბოსკენ. თითქოს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ურთიერთობაში, ოჯახში, ხო, თუ დაოჯახებული ხართ, რომ იყოს სიმშვიდე, იყოს პატივისცემა, იყოს სიყვარულის უფევდეს, ხო? აი ეს არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დანარჩენი ყველაფერი მატერიალური, აი ყველაფერი თქვენთვის მეორე ხარისხოვანია. მთავარია ბედნიერება და სიმშვიდე ცხოვრობდეს თქვენთან, ხო? და აი ესეთი სურვილი არის აქ მესამე ვარიანტებში, ვინც აირჩიეთ ვარდისფერი კვარცი. მოდით ვნახოთ, რას გვეუბნება. არ უღალატოთ თქვენს გრძნობებს, არ უღალატოთ თქვენს გრძნობებს, აუცილებლად მიაღწევთ ამ მიზანს. მესამე ვარიანტებო, იმდენად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის გრძნობები, იმდენად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის სიყვარული, ხო? აი ეს ადამიანური გრძნობები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად იმსახურებთ ბედნიერებას, ნამდვილად იმსახურებთ მშვიდ, მყუდრო ცხოვრებას. რაც ახლა ამ წუთას თქვენთან არ არის, იმიტომ რომ აქ გამოჩნდა მესამე პირებიც, თუმცა ეს ჩვენი გაშლის თემა ახლა არ არის, ხო? მე სხვა დროს ჩავწერ ასეთ თემას და მოусმენთ აუცილებლად, მაგრამ აი ეხლა რაც მნიშვნელოვანი არის ეს, არ უღალატოთ თქვენს გრძნობას, მიყევით თქვენს ინტუიციას და თქვენს გრძნობებს ბოლომდე და თქვენ აი აუცილებლად, აი სადაც აქ გვიჩვენა რომ ფინიში ჩანს, მაგრამ ვერ მიხვედით ბოლომდე, ხო? აქ უკვე გვიჩვენებს რას, რომ გზის დასასრულამდე მივედი ჩემს მიზნამდე და ავისრულე ის ჩემი სურვილი, რომელიც მინდოდა რომ ამესრულებინა ბოლომდე. და ეს ყველაფერი გავაკეთე როგორ? ეს ყველაფერი გავაკეთე ძალიან როგორ დინჯად, ემოციებით, სიყვარულით, ხო? ისე რომ არავინ არ დავაზიანე, ისე რომ არ გავბოროტდი, ისე რომ არ მოვკალი არავის გრძნობა, ხო? და ძალიან ესეთი სიყვარულით არის, ანუ აქ შეგიძლიათ სიყვარულით, გრძნობებით იმოქმედოთ და აი ეს თქვენი სურვილი, რომელიც აუცილებლად მესამე ვარიანტებში დაკავშირებული არის პირად ბედნიერებასთან, ხო? ეხლა აქ თუ ჩაიფიქრეთ, ვიყიდით თუ არა მანქანასო, მაშინ მესამე ვარიანტს თქვენ არ უნდა მოусმინოთ, იმიტომ რომ ეს თავიდან ბოლომდე პირად ცხოვრებას უკავშირდება ეს სურვილი. და აუცილებლად, აი დიდი ხანია ფინიშამდე მიდიხართ მესამე ვარიანტები, უყურებთ აი ამ ფინიშს, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწიეთ, ხო? აი არ გაჩერდეთ, უსმინეთ თქვენს ინტუიციას და მიყევით თქვენს გრძნობებს აუცილებლად სიყვარულით იმოქმედეთ და აუცილებლად აისრულებთ ამ თქვენს სურვილს. იმედია მოგეწონათ გაშლა. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, მე ულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ და მადლობა ყველას, ვინც ხართ ჩემ არხზე, ვინც უყურებთ ჩემ გაშლებს, თითოეულ გამომწერს, ვისაც არ აქვს გამოწერილი და მოწონებული ჩემი გვერდი მოიწონეთ და ყველას ძალიან დიდი მადლობა ერთგულებისთვის.